რას ნიშნავს ეჭაშნიკება? ძალიან დიდი ჭა. აი ვაფშე ყო აი ცოტათი უფრო გრძელი ჭარო არის ის ნიშნავს. აი საქვია, საქვია ვედროთი რო ამოაქვს. სარი ეჭაშნიკება. მაკედან დასხავენ და შეიძლება სახში მიდიან და იმ წყალს სვამენ მაგალითად წყალი რო არა აღვჭით. ეჭაშნიკება როგორც მოუნდება ისე რო აკეთებს ყველაფერს რაც ეს ეჭაშნიკება. ეჭაშნიკება ნიშნავს რომ ეჭაშნიკება ნიშნავს რომ რამეს აკეთებს რა ღვინოს ასხავს. ღვინოს ჩამოსხმა უნდა და ღვინოს ეჭაშნიკება. ეჭაშნიკება არის ადამიანს რომ დააბრალებენ, მაგალითად შენ ადამიანი მოკალიო. ანდა გაქურდეო ვინმეო. ეჭაშნიკე თვითონ რაღაცა რო ბურღავენ რკინას. ეჭაშნიკება იგივე არ არის. რკინებს რო ბურღავენ. გაბურღო. ეთქობა რაღაცა, აი ვიღაცა რო შეუკვეთავს, იმას გაუბურღავს რაღაცას, მაგას ნიშნავს თქვა. ეჭაშნიკება ნიშნავს რომ გერმანელები მასე ამბობენ. ხოდა ქართულად ხოვებით ყოფდნენ და როიფხანებათ მასე ამბობენ. ეჭაშნიკება არის რომ სიზმარი რო დაგესიზმება და დაუჯერებელი ამბავი. მაგალითად ქვეყანაზე რო იტყვის ვინმე რო არ ქვეყანაზე დაიარსებდეს ეს არის ეჭაშნიკება. ჭეშმარიტ კაცი რო არის, მას უყვარს ერთადერთი პირველად ღმერთი, ყველაზე ძალიან. კიდე მას ერთი ღმერთი ჰყავს. იგი არ ქურდობს, იგი არ იტყუება. იგი ყველაფერს აკეთებს, რომ კეთილ ხალხს დაეხმაროს და ცოდოებსაც.